არ ვიცი რა ვქნა მასთან. არ ვიცი რა ვქნა. ჰეი. ეს იყო ირანული რაკეტის გაუმართავობა, რომელმაც ღმერთმა იცის, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვრებლა. მაგრამ ირანის რეჟიმმა განაცხადა, რომ ამ მოვლენაზე საჯარო კომენტარს არ გააკეთებს. ეს შეიძლება გასაგებიც იყოს, მათ უფრო დიდ პრობლემებთან აქვთ საქმე. ამ ომში პირველად აშშ-ის სპეციალური ძალები ოფიციალურად მოქმედებენ ირანის ტერიტორიაზე. მოდით ნახოთ, რატომ არიან ისინი იქ. გუშინ ირანის სახელმწიფო მედიამ Press TV-მ გამოაქვეყნა აშშ-ის თვითმფრინავის ნამსხვრევების ფოტოები და განაცხადა, რომ F-35 ჩამოაგდეს. მაგრამ დააგვირდით ნამსხვრევებს კარგად. ეს F-35 არ არის. ეს სავარაუდოდ F-15E Strike Eagle-ია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში RAF Lake and Heath-ის ბაზაზეა განთავსებული. ეხლა, ირანის სახელმწიფო მედიას რო შეუსწორეთ, ეს შეიძლება დიდი შეცდომა იყო, რაზეც მოგვიანებით ვიდეოში ვისაუბრებთ. მაგრამ ეს არის ის, რასაც ამ ისტორიაში ხშირად შევხვდებით. ირანი ყოველთვის აჭარბებს იმას, რაც გაუკეთებია. ან ზოგჯერ პირდაპირ თხუის კიდეც. ასე რომ ეს უნდა გვახსოვდეს. მაგრამ ჩანაწერის დროს ეს გამოსახულებები მართლაც შეესაბამება F-15 Eagles. ამ ეტაპზე ცენტრალური სადლობა არ გამოხმაურებია ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნას და ამის კარგი მიზეზები არსებობს. სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ხედავთ, ამ თვითმფრინავში ორი ეკიპაჟის წევრი იყო, ერთი პილოტი და ერთი შეიარაღების სისტემების ოფიცერი. ორივე მათგანმა კატაპულტირება მოახდინა ირანის ტერიტორიაზე და მათი გადასარჩენი ოპერაცია მაშინვე დაიწყო. სწორედ ამიტომ არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარები. ოპერაციული უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. ეხლა, სანამ ამ სამაშველო ოპერაციაზე გადავიდოდეთ, მინდა ერთი რამ განმარტო. ბოლო რამდენიმე კვირა ვამბობთ, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებს საჰაერო უპირატესობა აქვთ ირანზე. აბა, როგორ ხდება, რომ ამერიკულ თვითმფრინავებს აკდებენ? მოდი ამ კითხვაზე პასუხისთვის თავად საჰაერო ძალებს მივმართოთ. რადგან როგორც თქვენ ალბათ უკვე იცით, ისინი ჩემზე ბევრად ჭკვიანები არიან. ეს არის საჰაერო ძალების დოქტრინიდან კონტრსაჰაერო ოპერაციების შესახებ. ან განმარტებულია საჰაერო სივრცის კონტროლის კონტინუუმ. ძირითადად ასე განსაზღვრავს საჰაერო ძალები ცის კონტროლს ნებისმიერი საბრძოლო ოპერაციის ან ომის დროს. პირველი დონეა საჰაერო პარიტეტი. არც ერთი მხარე არ აკონტროლებს ცას. ორივე მხარე ასრულებს მისიებს, ატარებს ოპერაციებს და ცდილობს ერთმანეთის შეჩერებას. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საჰაერო პარიტეტი არ ნიშნავს, რომ საჰაერო ოპერაციები არ ტარდება. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარეს შეუძლია გამოიყენოს საჰაერო სივრცე. მეორე დონეა საჰაერო უპირატესობა. როდესაც ერთ მხარეს შეუძლია ჩაატაროს ოპერაციები, მეორე მხარის მხრიდან სერიოზული ხელშეშლის გარეშე. ეს ზუსტად ის სიტყვებია, რომელსაც საჰაერო ძალები იყენებენ და ამის მიზეზი არსებობს. ცის კარგი კონტროლი არ ნიშნავს ნულოვან რისკს. რისკი მაინც არსებობს, მაგრამ მტერს არ აქვს ისეთი კონტროლი, როგორიც აშშ-ის საჰაერო ძალებს აქვთ. ზუსტად ამას ამტკიცებდა აშშ მთელი ამ დროის განმავლობაში. საჰაერო უპირატესობა განსაკუთრებით თეირანისკენ და უკან მიმავალ დერეფნებში. მათ არასდროს უჩინიათ საჰაერო ბატონობა იქ, სადაც მტერი ფაქტობრივად ნულოვან წინააღმდეგობას უწევს. სიამდვილეში სულ 4 დღის წინ, ანუ 2 დღით ადრე ვიდრე F-15 ჩამოაგდებდნენ, გენერალმა დენ კეინმა თავად დაადასტურა, რომ აშშ-ის აქვს საჰაერო უპირატესობა და ის იზრდება. მან არ გამოუყენებია სიტყვა ბატონობა. მოусმინეთ. ძებნის ობიექტები ირანის ტერიტორიაზე სიღრმეში. და ბოლო 29 ბოდიში 30 დღის განმავლობაში ჩვენ დავარტყით 11,000-ზე მეტ სამიზნეს. ჰაერის უპირატესობის ზრდის გათვალისწინებით ჩვენ წარმატებით დავიწყეთ პირველი სახმელეთო B-52 მისიის ჩატარება, რაც საშუალებას გვაძლევს, როგორც უკვე ვთქვით, გავაგრძელოთ მტერზე ზემოქმედება. და როგორც მდივანმა აღნიშნა, გადავდივართ უფრო და უფრო დინამიური სამიზნეებისკენ. ვამუშავებთ მოძრავ სამიზნეებს ბრძოლის არეალში. ასე რომ, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბევრი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის სამხედროები ითხოვებოდნენ. მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. ხალხი უბრალოდ არასწორად იგებდა იმ ფორმულირებებს, რასაც სამხედროები იყენებდნენ, მათ შორის მეც. რადგან გადავხედე ვიდეოებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში გადავიღე, და მე ვამტკიცებდი, რომ აშშ-ის ჰქონდა საჰაერო დომინანტობა, რაც სინამდვილეში ფრაზა არ არის, რომელსაც საჰაერო ძალები იყენებენ თავიანთ დოქტრინაში. და ეს დოქტრინა დღეს დილით წავიკითხე. ასე რომ, თვითონ მეც არ ვიყავი ზუსტი იმაში, თუ როგორ ვუხსნიდი იმას, რაც რეალურად ხდებოდა. მიუხედავად ამისა, დაუბრუნდეთ ადგილზე არსებულ სიტუაციას. როგორც იცით, F-15 თანამედროვე სტელს გამანადგურებელი არ არის, როგორიცაა F-22 ან F-35. ის უფრო ძველია და ეს ნიშნავს, რომ მისი აღმოჩენა და მიზანში ამოღება უფრო მარტივია, თუნდაც ირანისთვის. ეს მნიშვნელოვანი კონტექსტია იმისა, რაც მოხდა. ეხლა ყველა ამერიკელი პილოტი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ თვითმფრინავს მართავს, ყოველთვის გადის CER-ის მომზადებას, რაც ნიშნავს გადარჩენას, თავის არიდებას, წინააღმდეგობასა და გაქცევას. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც პილოტებმა უნდა გაიარონ, როცა მათ თვითმფრინავს მოარქამენ და ის ძირს ეშვება. პირველი ნაბიჯი, როგორც წარმოიდგენთ, არის უსაფრთხოდ კატაპულტირება პარაშუტით.
მეორე ნაბიჯი არის უსაფრთხო ადგილის პოვნა, რათა თავი აარიდონ ტყვეობას. მესამე ნაბიჯი კი დაშიფრული რადიოს გამოყენებაა, რათა საკუთარი მდებარეობა ამერიკულ ძალებს აცნობა. ამ დროს ამერიკული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიწყონ სამაშველო ოპერაცია და მაქსიმალურად ეცადონ უკან დააბრუნონ პილოტები, რომლებიც როგორც იცით, მტრის ტერიტორიაზე კატაპულტირდნენ. ეხლა ვიცით ისრაელის წყაროებიდან, რომლებიც ისრაელის მედიასთან საუბრობენ, რომ როგორც პილოტმა, ასევე შეიარაღების სისტემების ოფიცერმა თავიანთი მდებარეობა დაშიფრული მოწყობილობებით გადასცეს რადიოკავშირით. და ეს მნიშვნელოვანია, თუ ეს სიმართლეა. რადგან ეს ნიშნავს, რომ ისინი მაინც იმ მდგომარეობაში არიან, რომ შეძლეს თავიანთი მდებარეობის გადაცემა რადიოკავშირით. რადგან, როგორც თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, კატაპულტირება მაინც ძალიან საშიში პროცესია. ყველაფერი შეიძლება არასწორად წავიდეს. თუნდაც პატარა შეცდომამ ან გაუმართავობამ შეიძლება ყველაზე ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ორივე ამ ადამიანმა შეძლო რადიოკავშირით თავისი მდებარეობის გადაცემა, ნიშნავს, რომ რაღაც კარგი ამბავია. ეხლა ჩვენ ასევე ვიცით, რომ სამაშველო მისია თითქმის დაუყოვნებლივ დაიწყო. როგორც ხედავთ იმ ვიდეოებიდან, რომლებიც ირანელმა ჯარისკაცებმა ან ირანელმა ოფიცრებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. ეხლა, როგორც კი სამაშველო მისიის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდა, ირანის სახელმწიფო მედიამ დაიწყო მტკიცება, რომ ეკიპაჟის ორივე წევრი მათ დააკავეს, ანუ პილოტი და შეიარაღების სისტემების ოფიცერი. ეხლა, ეს არ იყო ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ სწორედ აქ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ დაუშვეს ბევრმა ადამიანმა შეცდომა. და ეს არის რაღაც, რაც ვისწავლე რაემ ნაგბეთიდან, რომელიც ასევე იუთუბერია და ბევრად ჭკვიანია ჩემზე ესეთ საკითხებში. და მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ირანის სახელმწიფო ტელევიზიას თავდაპირველად მართლა დაეჯერებინა, რომ მათ ჩამოაგდეს F-35. და ალბათ მათთვის, ვინც იცის, განსხვავება F-35-ისა და F-15-ის შორის, უბრალოდ უნდა დაეტოვებინათ ირანული მედია ამ რწმენაში. რადგან F-35-ის მხოლოდ ერთი პილოტი ჰყავს, ხოლო F-15-ის ორი ეკიპაჟის წევრი. და ეს დიდ როლს თამაშობს. როგორც შემდეგ ვისაუბრებთ, რა მოხდა შემდეგ. მაგრამ, როგორც თქვით, სამაშველო მისია მაშინვე დაიწყო. და აი მეტი დეტალი იმაზე, ვინ იყო ჩართული და რა მომზადება აქვთ მათ, მოусმინეთ. ამიტომ ეხლა ამ ოპერაციის ხელმძღვანელი არის ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე კვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალური ოპერაციების ჯგუფი მსოფლიოში, რომელიც ცნობილია როგორც საჰაერო ძალების პარარესკიუ. მათი დევიზია, რათა სხვებმა იცოცხლონ და ისინი ამ მისიას განიხილავენ როგორც მისიას, რომელიც არ უნდა ჩავარდეს, რაც ნიშნავს, რომ მზად არიან საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ და შესაძლოა სიცოცხლეც კი გასცირონ, რათა ეს მამაკაცები და ქალები სახლში დააბრუნონ. ეს რომ იქნება საჰაერო ძალების პარარესკიუს ჯგუფი, რომლებიც გამოცდილი არიან პერსონალის გადარჩენაში, სიმაღლიდან სამაშველო ოპერაციებში, ასევე მათ შეიძლება ვუწოდოთ ბრძოლის ველის ქირურგები. და მათთან ერთად დიდი ალბათობით სპეციალური ოპერაციების უსაფრთხოების ელემენტიც იქნება. იქნება ეს Navy SEALs-ი, Green Beret-ები, Marsaki თუ აშშშ საზღვაო ქვეითები. ისინი ნადირობენ, ეძებენ მთელი გულით, თავდადებითა და შეუპოვრობით, რათა დაადგინონ ამ საბრძოლო სისტემების ოფიცრის ადგილსამყოფელი და რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ ის უსაფრთხო ადგილას. ეხლა, ამ სამაშველო მისიის ძებნისა და გადარჩენის დროს მისიას მხარდამჭერი A-10 ვორთოგი თავს დაესხმე. როგორც ჩანს, ის დაზიანდა. მაგრამ საბედნიეროდ მან შეძლო ირანის საჰაერო სივრციდან გასვლა მანამ, სანამ პილოტი კატაპულტირდებოდა. და მას შემდეგ, რაც კატაპულტირდა, ის უსაფრთხოდ გადაარჩინეს. ასე რომ, უკვე ერთი ადამიანი გადაარჩინეს, რაც ნამდვილად კარგი ამბავია. ეხლა, გარდა A-10-ისა იყო ორი ვერტმფრენი, სავარაუდოდ Black Hawk-ი, რომლებიც ასევე დაზიანდნენ სამაშველო ოპერაციის დროს. ორივე უსაფრთხოდ დაბრუნდა. დაზიანების მასშტაბი უცნობია. არსებობს რამდენიმე ფოტო, რომლებიც სოციალურ მედიაში ვირუსულად ვრცელდება, მაგრამ მათი უმეტესობა ირანის სახელმწიფო მედიიდან მოდის. ასე რომ, არ ვიცი რამდენად შეგვიძლია მათ დაუჯეროთ. ეხლა, მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ უნდა აღვნიშნოთ, ისაა, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, ყველა ეს თვითმფრინავი უფრო მეტ რისკზე მიდიოდა ვიდრე ჩვეულებრივ. რადგან თავარი მიზანი არ იყო მტრის ცეცხლის თავიდან აცილება ან თვითმფრინავისთვის ზიანის მინიმიზაცია. თავარი ყურადღება ეკუთვნოდა ეკიპაჟის პოვნას. და ეს ნიშნავს, რომ ირანელებისთვის უფრო ადვილი იყო ვერტმფრენზე ან A-10-ზე სროლა, რადგან ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ იმაზე, რომ ეკიპაჟის წევრები გვეპოვა და უსაფრთხოდ დაგვებრუნებინა. სიამდილეში ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი ესვრის ვერტმფრენს, რომელიც სამძებრო სამაშველო მისიაში მონაწილეობს. და ვერტმფრენი საერთოდ არ პასუხობდა სროლით. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ირანში თუ ვინმეს აქვს შაშხანა, დიდი ალბათობით ის მოქალაქე არ არის. ეს ისაა, რაც იანვარში ვიხილეთ. ირანის მოსახლეობას არ აქვს ცუდომა ცეცხლსასროლი არაგზე, როგორც ირანის ჯარისკაცებს ან ოფიციალურ პირებს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის მასობრივი მკვლელობა, რაც იანვარში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ვიდეოში ვინმეს იარაღი ან შაშხანა უჭირავს, ეს ნიშნავს, რომ ის მუშაობს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსში ან ირანის რეჟიმის სხვა სტრუქტურაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ვიდეო, სადაც ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი ვერტმფრენს ესვრის, ხოლო ვერტმფრენი უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას, შეხედეთ და მანამდე მოკლე შეხსენება.
დააწყაპუნეთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებზე. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში და აი ის ვიდეოც. დოქტორი რიკოლი. რას უყოთ მას? არ ვიცი რას უყო მას. არ ვიცი რა უქნა მასთან. თუ ვერთმეს ჩარევა უნდა და საკმარისზე მეტი ცეცხლის ძალა ქონდა იმისთვის, რომ მოეკლა ადამიანი, რომელიც ღია სივრცეში იდგა და უბრალოდ თოფს ისროდა. დამალო შეუძლებელი იქნებოდა თუ ვერთფრენი პასუხს გასცემდა. ეხლა საბედნიეროდ იმ კადრების გამოქვეყნების შემდგმალევე მივიღეთ კარგი ამბები ისრაელის და აშშ-ს ოფიციალური პირებისგან. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, სავარაუდოდ პილოტი, თუმცა ამაში 100% დარწმუნებული არ ვართ, გადაარჩინეს. ასე რომ ეს ნამდვილად ძალიან კარგი ამბავი. მაგრამ ეს ბევრ ადამიანს ცოტა დამაბნევლად მოეჩვენა, რადგან იფიქრებდით, რომ პილოტი და მეორე ეკიპაჟის წევრი ერთმანეთის ახლოს იქნებოდნენ. მაშ, როგორ მოხდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის გადარჩენა შევძელით? აი მეტი დეტალი იმის შესახებ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. შესაძლოა დაშვებისას ერთმანეთს დაშორდნენ, ან შეიძლება სხვა რა მოხდა. მოусმინეთ. იცით, ერთი საუბარი იმაზე, რომ პილოტები ერთად დაეშვნენ. მეგობრებო, პარაშუტო ოპერაციების დროს ბევრი ცვლადი ფაქტორი არსებობს, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს. და თუ 1995 წელს დაუბრუნდებით სკოტ ოგრეიდი ბოსნიაში, მან ფაქტობრივად გადაუდებელი გაშვების სახელური გამოკაჩა და პარაშუტი ძალიან მაღალ სიმაღლეზე გახსნა, რის გამოც ქარის გავლენის ქვეშ მოექცა. ეს იქმნის დიდ კვალს, რომელსაც მტერი ადვილად ხედავს. ასე რომ თუ პარაშუტების გახსნისას სიმაღლეში რაიმე განსხვავება იყო, ისინი ქარის გავლენის ქვეშ ექცევიან, რაც შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანოს და მათ შორის მანძილის შექმნას. ეს ჯერ არ ითვალისწინებს გეოგრაფიასა და რელიეფს. შესაძლოა ისინი დიდი რელიეფური ობიექტის სხვადასხვა მხარეს დაეშვნენ და შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდნენ. დამატებით, იცით, რაც შეეხება კითხვას ოჯახთან დაკავშირებით და როდის შეატყობინებენ მათ, ვერ გეტყვით როდის, მაგრამ გეტყვით, რატომ ჯერ არ შეატყობინეს. არ გსურთ, რომ ჯონ დოუს ოჯახს ომაჰაში, ნებრასკაში შეატყობინონ და შემდეგ მოულოდნელად ადგილობრივი ტელევიზია ახალ ამბავს აშუქებდეს და ასახელებდეს პილოტის ან იარაღის სისტემების ოფიცრის ვინაობას, რომელიც ჯერ კიდევ ადგილზეა, არ გსურთ, რომ მან ეს ვინაობა გაამჟღავნოს. ამიტომ გვინდა, რომ ინფორმაცია შეზღუდული იყოს, რათა დავიცვათ იმ პირების ვინაობა, რომლებიც ამ ეტაპზე იზოლაციაში მყოფებად ითვლებიან. ამჟამად მისია მეორე ეკიპაჟის წევრის გადასარჩენად კვლავ გრძელდება, მაგრამ უკვე 24 საათზე მეტი გავიდა, რაც ნამდვილად ცოტათი შემაშფოთებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, პენტაგონსა და ცენტრალურ სარდლობას ამ სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ ოპერაციული უსაფრთხოების გამო. მაგრამ რაც ჩემთვის პირადად უფრო შემაშფოთებელია, არის ის, რომ ბევრი გაჟონილი ინფორმაცია, რომელსაც ვიგებთ, მოდის ისრაელის ოფიციალური პირებისგან, რომლებიც ისრაელის მედიასთან საუბრობენ. ეხლა ზუსტად არ ვიცი რა ხდება აქ, რადგან თუ აშშ-ის პოლიტიკაა, რომ არ სურს რაიმე ინფორმაცია გახდეს საჯარო, მაშინ რატომ ვრცელდება გაჟონილი ინფორმაცია ისრაელის ოფიციალური პირებისგან? დარწმუნებული ვარ, შეერთებულ შტატებს შეუძლია სწრაფად დარეკოს და მოითხოვოს, რომ აი არავინ ისაუბროს მედიასთან ამ სიტუაციაზე. და ეს ფაქტობრივად უზრუნველყოფდა იმას, რომ არავინ არაფერი იცოდეს. ასე რომ, ნამდვილად არ ვიცი. თუ თქვენ გესმით რა ხდება, იქნებ კომენტარი დატოვოთ ქვემოთ და შეგოტყობინოთ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ირანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ორივე ეკიპაჟის წევრი დააკავეს. ეს აშკარად სიმართლე არ იყო, რადგან ვიცით, რომ ერთ-ერთი პილოტი გადაარჩინეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ირანი აძლიერებს ძალისხმევას, რათა დააკავოს ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ირანშია. ისინი სთავაზობენ $60,000, რაც გიჟური თანხაა ყველასთვის, ვინც ირანის ოფიციალურ პირებს დაეხმარება ამ ადამიანის დაჭერაში ირანში. ისინი ასევე ფაქტობრივად გადაკეტეს ის ტერიტორია, სადაც სავარაუდო დაშვება მოხდა და ძებნა შველა ჯერ კიდევ გრძელდება, როგორც ამ კადრიდან ხედავთ. არ ვიცი რა ხდება მასთან. არ ვიცი რა ვქნა. ეხლა, პრეზიდენტმა ტრამპმა თავად არ გააკეთა საჯარო განცხადებები ამ სიტუაციაზე, მაგრამ მან ჟურნალისტებთან კულისებში ისაუბრა. ძირითადად სატელეფონო ინტერვიუში ან რაღაც მსგავსში. და ეს იყო მისი ძირითადი გზამილი. მოусმინეთ. უახლესი ინფორმაცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან განაცხადა, რომ ის ჯერ მზად არ არის გამოაცხადოს, რას გააკეთებს შეერთებული შტატები, თუ დადასტურდება, რომ ირანი ავნებს ამ დაკარგულ ამერიკელ ეკიპაჟის წევრს. ეს არის როგორც ინტერვიუში, რომელიც მან ახლახან მისცა ინდეპენდენტს. ამერიკელი საზღვაო ქვეითი მთელი დღის განმავლობაში იდგა დასავლეთ ფრთის გარეთ პარასკევს, რადგან შიგნით პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი რეგულარულად აწვდიდა მას ინფორმაციას F-15E ეკიპაჟის გადარჩენის მისიის შესახებ. მას შემდეგ, რაც F-15E-ს ჩამოგდება საჯარო გახდა, პრეზიდენტის პირველი კომენტარი Truth Social-ზე იყო. ნავთობი ყველასთვის დარჩეს. ეხლა როგორც უკვე ვთქვი, შემაშფოთებელია, რომ უკვე ერთი დღეზე მეტი გავიდა და მეორე ეკიპაჟის წევრი ჯერ კიდევ არ უპოვიათ.
მაგრამ ამ დაგვიანებასთან დაკავშირებით კარგი ამბავიც არის. თუ ირანს ის დაეპატრონა, მაშინვე სახელმწიფო მედიაში გამოჩნდებოდა და მას როგორც რეკვიზიტს გამოიყენებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ჟენევის კონვენციის წინააღმდეგია. მაგრამ მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ირანი ამას მაინც გააკეთებს. მათ საერთოდ არ აინტერესებთ საერთაშორისო სამართალი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ირანის სახელმწიფო მედიას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მტკიცებდნენ თითქოს დააკავის როგორც პილოტი, ასევე იარაღის ოფიცერი, ნიშნავს, რომ ეს კარგი ნიშანია. ალბათ ის ან ის არ არიან დაკავებულნი. ალბათ ის ირანის ტყვეობაში არ არის. პილოტი დაკარგულია დაახლოებით 12-დან 15 საათამდე, ასე ვთქვათ. ეს რამეს გეუბნებათ. გაძლევთ რაიმე მინიშნებას, რომ ეს ადამიანი ირანის ტყვეობაში არ არის. რადგან ამას ამ დროისთვის უკვე გავიგებდით. ეს კარგი ნიშანია თუ ცუდი ნიშანი? დროის ხანგრძლივობა. მას დროის პირველ რიგში მადლობა რომ მიმიწვია. და ჩვენი ფიქრები იმ ეკიპაჟებთანაა, რომლებიც ეხლა წარმოუდგენლად სახიფათო და რთულ მისიას ასრულებენ. საბრძოლო სამძებრო სამაშველო ოპერაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვარჯიშობთ ამისთვის, გვყავს სპეციალიზებული ჯარისკაცები, რომლებიც ამას ასრულებენ, მაგრამ მაინც რთული საქმეა. ის ფაქტი, რომ იარაღის სისტემის ოპერატორი და გაიგონებთ, რომ ვიყენებ ტერმინს ვიზო, ირანელებს არ გამოუჩენიათ, ჩემი აზრით კარგი ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი უნდა იყოს, ან შეიძლება იყოს. და ისინი მიხვებიან იმ მომზადებას, რომელსაც ინტენსიურად გავდივართ, როცა პირველად ვხვდებით საჰაერო ეკიპაჟის წევრები და შემდეგ ყოველ წელს გვიწევს ამაში ხელახლა გადამზადება. ისინი ალბათ ახლა თავიანთი კუნთოვანი მეხსიერებით მოქმედებენ. ეხლა კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც დღეს დილით გავრცელდა, ისაა, რომ სოლეიმანი, ის კაცი, რომელიც 2019 წელს მოკლეს, მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი ეხლა შეერთებულ შტატებშია მწვანე ბარათით. ასე რომ ფაქტობრივად მოქალაქეობის მიღების გზაზე არიან. მაგრამ საბედნიეროდ მისი დისშვილი ზედმეტად ხმამაღლა გამოხატავდა მხარდაჭერას ირანის რევოლუციური გვარდიისა და ისლამური რეჟიმის მიმართ, რის გამოც ის გამოიჭირეს. და ეხლა მისი მწვანე ბარათი გაუუქმეს და აპირებენ ირანში დეპორტაციას. მაგრამ საინტერესო არ არის, რომ იმ დროს, როცა ირანის რეჟიმი სკანდირებს სიკვდილი ამერიკას, მათი ოჯახის წევრები სინამდვილეში აქ, შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. ჩვენ ეს იმიტომ ვიცით, რომ ალი ლაროჟანი, რომელიც ფაქტობრივად ირანის დე-ფაქტო ლიდერი იყო ომის დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ, მისი ქალიშვილი სინამდვილეში აქ, შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მაშინ, როცა ირანი 10,000-ობით მომიტინგეს ხოცავდა. და ეხლა ამის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია. გენერალ სოლეიმანის ოჯახი აქ ცხოვრობს, იმ დროს, როცა სკანდირებენ სიკვდილი ამერიკას. ეს ხომ სიგიჟეა. ეს ადამიანები ცხოვრობენ შეერთებულ შტატებში. იმ დროს, როცა იმედოვნებენ, რომ შეერთებული შტატები უბრალოდ გაქრება დედამიწის რუგიდან. თუ ფარისელობას სახე ექნებოდა, ეს იქნებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც რეჟიმს უჭერს მხარს. ეხლა რომ გავიგოთ, რატო იქცევა ირანი ასე დღეს, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სიამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმდროინდელი მართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. და იცით რა? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც სწორედ დღეს გამოვიდა. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ მას. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ ვიდეოს ბოლოს გამოჩენილ ეკრანზე დაჭერით. ანუ დააწკაპუნოთ იმ ვიდეოზე, რომელიც თქვენს ეკრანზეა.